ბატონო გამარჯობა უდიდესო ქართველებო ავიცი უდიდესი ქართველობისა რა მოგახსენოთ აი გენაცვალე ქართველები ჯიგრები რო ხართ ნაღდები რო ხართ ერთი რამე მინდა რომ გითხრათ მოდით 2007-დან გავანალიზოთ დღემდე აი ეს ყველა მოვლენა ფაქტიურად აი იმ აქციებიდან დაწყებული აი დღემდე მოტალი ერთი უბრალოდ თუ რაიმე შედეგი დამდგარა ისეთი რომ ამათ თქვა უკან დაეხიოთ რამეზე ან რაიმე შედეგი გამოუღია ჩვენ იმას ამდენ მიტინგებს ამდენ იმას საერთოდ კი დამდგარა პირდაპირ გეტყვით 2008 წლის 13 იანვარი იყო მგონი ზამთარი იყო აი მთელი იერის მოდაზე ერთ იქნებოდა ალბათ 200000 კაცი რა პირადღე იყო რა დიახ აი ჩაია რამ ხალხმა აი ისეთი განცდა ქონდა ყოთა სულ რაღაც მოხდება რაღაც უკვე რაღაც მაგრამ ამის შემდეგ შენელდა ყველაფერი აბსოლუტურად ეს ყველა მსხელობა უშედეგოა ფაქტიურად ეხლა აი გახსოვთ ალბათ ესენი რომ მოდიოდნენ ტელევიზიები რამდენი იყო მაშინ აი რუსეთი ჩაერია ამერიკა ევროპა ეხლა ფაქტიურად აი სოროს გახსოვთ ალბათ მიგვაგდეს ასე აი რომ ზავს მიუდგეთ რაღაცას კაცი შვილი აი ხმას იღებს მე გამაგებიეთ ერთი რა იღებენ როგორ ეხლა აი რო დახოთ რა შენი არხები ხეს გარკვეულ გარდა რა არ უყურებ ტელესერიალებს თავი მოგბეძება საერთოდ აქვს საშინელება ეგ რა უბედურება ქართული ფილმები აი აგვისტოს ომის პერიოდში გახსოვთ ალბათ რა ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ საინაშვილს უჩვენებდნენ მაშინ ნუ ესე ხალხმა დაიშონა ყველა მიჩვენილი იყო ამაზე პატრიოტულ თემებზე ფილმები და 1000-მდე ეხლა უბრალოდ სასაცილოა რაღაც საშინელება ხდება მე ყველა დაწუხული აბსოლუტურად რა აი ყველა უპეს უიმედობა ისეთი განცდა რომ ადამიანი ახლა უბრალოდ აი თუ აი ესეთი განცდა ნაკლებია და შემსივლი ეს ალბათ 10000 კაცი აი ყველას ესეთი განცდა რომ გაიარონ თეთრილში ესენი საიდან აგროვებენ ამ შედეგებს ესე რომ ლაპარაკობენ ეხლა ესენი მე მგონია მე ვცხოვრობ სხვა პლანეტაზე ანდა ვარ ვერ უყურებ ან შეიძლება ამ ყრუა და ეხლა მესიჯები რო იწერება კიდე ხამზე ანალიზს რო ვაკეთებ ესე იგი გაგიძები ამ ხალხს რა შეგნება აქ ესეთი ამ აი როგორ უნდა მოწერო ესეთი მესიჯი დღეს ვიხა ამაცე ვინმე სამესე დადების სიტყვის რაღაცა ისეთი სიტყვა ამოწდება ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მესიჯს და ჩვენ თავისები თვითონ ისე რა ნუ არ ვიცი ეხლა მე ვფიქრობ რომ ყველა სამათა უშედეგო იქნება აბსოლუტურად რა იმიტომ ეხლა ბოლო აპრილიდან რომ დაიწყო ეს მიტინგები აი როგორ შეცოტავდა დაცოტავდა მე რა მუხტი თავიდანვე ისეთი მუხტი იყო ჯერ ამიტომაც არ გაამართლა ისეთი პირობები იყო მაგრამ აი მუხტი როგორ დავარდა ეხლა რო დარეკა აი ბუჯაზე რო ილაპარაკა რა მართალიც ეხლა მე მახსოვს ნოღაიდე რო გამოდიოდა 2007 წელს როცა დაშალეს მიტინგი და საკრებულო სამშობლო იყო ჩინეთში ელჩი ეხლა რა მადლობას რო უხდით და გიწევს ბეგაშვილი და ხო ბეგაშვილი და მაშინ როგორ გამოდიოდა ნოღაიდელი გახსოვთ ნოღაიდელის გამოსვლები ჩვენ ნუ ბურჯანს რო ყვება ის ნება ნაყვეზე და რო იყო ნიკა და დიდი გურდაში ნიკ კანცელერი იქ ვარში ეგეთი რამების სასირცხვეულოა მაგას ხოდა ეს სიტუაცია მაშინ ეთქვა ეს ახლა მინობურჯანზე მაშინ რომ გამოსულიყო და ხალხო თქვენთან ვარ ერთი მე დაწუნებული რომ პრეზიდენტი იქნებოდა და დიდი ტალღა გოძებოდა ძალიან რა ეხლა აი მაპატი ეხლა კაცი რომ მოკლა და მაპატიეთო უმიზეზოდ მოკლა კაცი ეხლა შეიძლება და გარდა ამის ეხლა შვილი მაშინ რომ მოხდა მაისში აი სამართლოს რო დაშალეს ხალხი რომ აი იმის შემდეგ როგორ შეიძლება რომ დიდი ტალღა არ აგერებულიყო რა კაცი შულს მაგოუგია ამ ხალხს პირდაპირ უმიზნებდნენ აი იმას ჩასაფრებული ხარ ხეცრველოდები და როდის გამოხდა და როდის მოკლავ ხო ნახეთ რა როგორ იყო მე არ მეგონა რომ მაშინ იმ დროს არ აგორდებოდა უდიდესი ტალღა მართლა რომელსაც არ აპატიებდა ხალხი ამას ეს იყო საშინელება ხო და მისვენეს ახალგაზრდა რო დაიჭირეს ნუ რამდენი ესეთი ფაქტი მაგრამ მე ერთი რამე მინდა რო გითხრათ რა დიახ აი თქვენ რო იძახით ახლა ბატონოგია დიახ აი ჩვენ უნდა ჩვენ თავს თვითონ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი და ჩვენ უნდა უპატრონოთ ჩვენ თავს ვიგაპატრონები ჩვენ გაფიცებ რომ ესეთი რა როგორ პატრონები პატრონები ჩვენ თვითონ ეყუნით რა გაპატრონები ხა მითხარებ ვიგაპატრონები ჩვენ მესმის თქვენ გლობალურად გადასაწყვეტ იმებს ამბობთ რომელიც ეგ ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ვიღაცის ინტერესის ქვეშ ყოველთვის იყო ეს გეოგრაფია
ყოველთვის იყო, რასაც ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაწყალი ქვია, საქართველოს ყოველთვის იყო ამ ისეთ გადაკვეთაზეა საქართველოს, რომ სულ ყველასა ლავირება უნდა ყოფილიყო, მაგაში იყვნენ, ვინც იყო მაგარი, მაგაში იყო. თუ ვინმეს მაგარი ქვია დღევანდელ დღეს, ან მეფეს, ან პოლიტიკოს, მათ ლავირებაში იყო ყველაზე დიდი სიდიადე და სიბრძნე. იმიტომ რომ სამხარეს ვიღაცას რომ მიენდობოდნენ, იმ წუთში პოლიგონი ხდებოდნენ. ეხლაც ესე არ არის? რუსეთის უცბად ამერიკა, დავიკივლეთ ის, კაი ამერიკა რა მშვენივრად პიარი ეგ არის ზუსტად. გავქანდით ამერიკისკენ, გამოვიდა ეს უცბად გადაქოქა იმან ტანკები მოვიდა 200 კილომეტრში არიან ისა. ეხლა რუსეთს სადურდა და შეკაი დედმამიშვილო თავიდანვე დაფიქრდი იმასქენი ნუ გააკეთებ პოლიტიკოსი ხარ ერთ იმაზე ნუ გააკეთებ იმას რაღაცას ნუ ფსონს ნუ დადებ ერთზე შენს უკან საქართველოა ქართველი ხალხი დგას რომელიც ამდენი ძლივს ისა მაგრამ უბედურება ეს არის რომ იმათ ვერ მოვერიეთ ამათ ვერ მოვერიეთ და საკუთარი ხალხის ჩმორვა მიდის ხო გეუნებით რა არ ვიცი რა როგორ რა უნდა დატერორება ის აბა იმას თაბუკაშვილზე სახლი რო დაანგრიეს როგორ მახსოვს ის ბიჭი ერთ-ერთი მაცხოვრები რო გამოდის რა გინდათ მონები ვიყოთო მონებად გინდათ ვიცხოვროთო და სულ მახსენდება ეს ფანტასტიკური ფილმები რო აქვს ამერიკელებს რო დაფრინავენ ესეთი ის რო არ და ტიპი ესე რო ლაპარაკობენ ხოლმე ყურში რაღაცები რო აქვს რა ეგეთები გინდა ვიყოთ მაგრამ ვერ ვიქნებით რა რაც არ უნდა მოხდეს თან ვეფერებით სიტუაციას ეგება ესე გავაკეთოთ ეგება ესე ერთშენი დღესაც ეს ეგება აღარ იქნება რა და ჯვარი უწერია ეგეთი დღისთვის იმიტომ რომ აქ უკვე ნუერავით არის ერთი კაცი და 10 კი არა ერთი ზვირთი იქნება ქართველი ხალხი რა და დამთავრდება საქართველოს და ყველაფერი ღმერთმა ახერხეს და ღვთისმშობელმა დაგვიფაროს ყველაფერი ამისგან რა არა ყოველთვის ანგარიშს უწევდა ვიღაცას ხო თავმოწმობად სახეებს თომად სპორტსმენებს გამოდიხარ და ისეთ კაცებს შოვილები ისეთ კაც შეურაცხყოფ სულეთ როგორ უნდა იყოს ცნობილი მსახიობი ცნობილი სახე შეიძლება კაცო ყველა მტყუარი როგორ შეიძლება რო იყოს მაგრამ ეხლა მე რა ვიძახი აი რიგით მოქალაქეები ვინცაა და ესეთ სახეებს რო ანგარიშს არ გაუწევს ამ ცნობილ რეჟისორებს ნუ ცნობილ სპორტსმენებს წერლებს და ასე შემდეგ შეიძლება ანგარიშს არ გაუწევს თუმცა მე რა ვიძახი თვითონ რიგით რა და მოქალაქეებზე ვიძახი აი შენ და მან მოქალაქეებზე ხო ამ ხალხს ესე უშვებიან ცოტა ხო უნდა ეხლა მარტო ფილმში ხო უნდა დავუკრო მაგრამ მარტო მაშინ ხო დავუკრო ტაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდება მსოფლიო ჩემპიონი გამოდი რა შეგაიდო შენთვის იძახის ეს კაცი ხო აი რიგითი რო ხარ რა მოდით ერთ რამეს კითხავთ რა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს შედეგზე მელაპარაკებოდ დანებდით აი შედეგი მოდით ესე ვიკითხავ რა თქვენ შედეგს რა კუთხიდან დადებდით რა გზით დადებდით შედეგს რა ერთი შედეგია როგორც წავიდა ცხოვრება თქვათ რომ არ გადაწყვიტეს ვიღაცასთან დაჯახება სისხლის ღრა უბედურება რა შეიძლება აი წკარზე იყო და ყოფილიყო ესეთი რამე ეს შედეგი განა იმიტომ რომ მოგვიწოდოთ სხვა თუ არსებობს ეს არის ჩავთვალა ხალხმაც ზოგი გაღიზიან და ზოგმა თქვა რომ აღარ მინდა როდემდე შეიძლება ესე ვიარო მაგრამ მეორე აშკარა შედეგი ეს არის სისხლის ღრა არის რა წალეკვა თვალების ჩიჩქუნა ერთმანეთის და არ ვიცი შვილიშვილზე გადამტერება რომ იმას ბაბუის სისხლი დაღვარა და სხვა შედეგი თუ არსებობს ისეთი რომელიც დავდოთ რა აი თქვენ თუ გაქვს მაგაზე ნაფიქრი ნაფიქრი როგორ ნაფიქრი მილიონჯერა მაგრამ მაგას პროფილს ამები ამძინოს მაგის ფიქრი და რა იქნება როგორი ხო და აი ანუ რა არის ორი და არის საშუალედო რამე ისეთი რომ საზოგადოებამ დადოს ეს შედეგად რომ არ დახოცოს მაღალითად ქართულმა ხალხმა ისე ვერ არჩევნები ერთადერთი არის არ გაძლევენ ამას ნუ უნდა მეგატარებიეს არჩევნებს რა ეს არის კრიზისის სხვა არაფერი არ ვერ გამოიგონა კაცობრიობამ და ჩვენზე უფრო განვითარებულმა ქვეყნებამ როდესაც არის პოლიტიკური კრიზისი ბატონს მიმართავ მე რომელიც ახლა საინტერესო შემოვიდა. უღრმესი მადლობა რაღაც მეთხეს რომ გაიქიშაო და ნუ დიდი მადლობა ჩემ მოგზაურებს. ხო და 2007 წლიდან აი რომ დაიწყო და უბრალოდ მინდა იმას კი არ გავაკეთებ რა ქვია რაღაც ისტორიას კი არ მოყვები მაგრამ 2007 წლიდან მიდის ბრძოლა უბრალოდ გადადგა სააკაშვილი დანიშნა მაშინ არჩევნები ეხლა ეს ტაქტიკური სვლა იყო თუ რაც იყო ყოველ შემთხვევაში შეიძლება ბრძოლის
როცა ბრძოლაში ხარ ადამიანი, მე პირადად ვიყავი ბრძოლაში, შიმშილობა იყო თუ რა ვიცი, მთელი ამბები, ნოემბრები და აქედან გამომდინარე მე ვიგრძენი, რომ ეს შედეგი, ჩვენი ბრძოლის შედეგი მოვიდა, თქვა არჩევნების სახით, იმიტომ რომ ჯერ ისეთი არავინ არ ეთქოდა, მოკლედ რა, საპრეზიდენტო ორივე დანიშნეთ.